აფხაზეთის დოლმენები უძველესი მეგალითური სამარხი ნაგებობებია, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. მათი მშენებლობა სავარაუდოდ ძველი წელთა აღრიცხვის მესამე ათასწლეულის მეორე ნახევარშია დაწყებული. სიტყვა დოლმენი ბრეტონული წარმოშობისაა და ქვის მაგიდას ნიშნავს. დოლმენები თითქმის მთელ მსოფლიოში გვხვდება. ჩატარებული კვლევებისა და ჰიპოთეზების სიმრავლის მიუხედავად, მათი გამოცანა გაუხსნელი რჩება. მრავალი თეორია, როგორც სამეცნიერო, ასევე ალტერნატიული, ხშირად ეწინააღმდეგება ერთმანეთს და არ ამჟღავნებს ამ ძველი გიგანტების იდუმალ წარმოშობას. დოლმენები მეგალითური ნაგებობებია, რომელიც გავრცელებულია ევროპაში ფართო ტერიტორიაზე, ხმელთაშუა ზღვისპირეთში, აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში და ატლანტის ოკეანის პირეთში. ასევე გავრცელებული არის სკანდინავიის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, მცირე აზიაში, ინდოეთში და თვით იაპონიაშიც კი. შავი ზღვისპირეთში, ყუბანის შესართავიდან მდინარე კოდორის შესართავამდე ტერიტორია. აფხაზეთში 60-მდე დოლმენი არის აღმოჩენილი. მდინარე ფსოუს ხეობაში, გუმისტის ხეობაში, კოდორის ხეობაში. კონკრეტულად სოფლების მიხედვით გავრცელებულია სოფლებში ხოფი, აჭანდარა, დურიფში, ოთხარა, აზანთა, ეშერა და დოუს უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე. აფხაზეთის დოლმენები საგვარეულო სამარხები უნდა ყოფილიყო, თუმცა დაკრძალვის წესის სუსტად დადგენა ვერ ხერხდება. მათში აღმოჩენილია ბრინჯაოს ცულები, კავები, შუბისა და სატევრის მინიატურული მოდელები, საკინძები, თიხის ჭურჭელი და სხვა. აფხაზეთის დოლმენები გამოყენებული იყო როგორც სამარხი ნაგებობა, გამოთქმულია მოსაზრება, რომ ის საგვარეულო საბაგს წარმოადგენდა. აღმოჩენილია შესაბამისი ინვენტარი, ეს არის სამკაულები და შრომისა და საბრძოლო იარაღები. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ეს საბრძოლო ინვენტარი ზოგჯერ არის მინიატურული ზომის, ისევე როგორც თიხისაგან დამზადებული ჭურჭელი ზოგჯერ არის მინიატურული ზომის და აქედან გამომდინარე ფიქრობენ, რომ ეს ინვენტარი გამოყენებული არის სარიტუალო დანიშნულებით. არქეოლოგიურად ყველაზე უკეთაა შესწავლილი სოფელ ეშერაში აღმოჩენილი დოლმენები. მათგან ერთ-ერთი თბილისში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმშია ექსპონირებული. არქეოლოგიურ ზონაში განთავსებული ექსპონატები არის 60-იან წლებში უფრო მეტად ესე იგი შერჩეული, მოძიებული და გადმოტანილი დოლმენი აგებულია ტრაპეციული ფორმით, რომელსაც წინა და უკანა კედლები აქვს ჩასმული გვერდით კედლების ამოღარულ ნაწილში, ზემოდან გადაფარებული აქვს ასევე ჰორიზონტალურად აი ესეთი დიდი ქვაფილა და წინა ფასადურ ნაწილში დოლმენს აქვს ხრელი, რომელიც იგმანებოდა ქვისავე საცობით და ეს ნაგებობა არის ტიპიური მეგალითური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში და როდესაც აქ მუზეუმში ეცნობიან თქვათ დოლმენს სოფელ ეშერადან ახსენდებათ გარკვეულწილად ის დოლმენებიც, რომელიც ან ფოტოზე აქვთ ნანახი, ან რეალურ გარემოში და იწვევს გარკვეულ ნოსტალგიას, გარკვეულ გულის ტკივილს და საერთოდაც ეს არის განცდა, როდესაც გინდა საქართველოს იყოს ისეთი, როგორც აქ ამ მუზეუმშია წარმოდგენილი, ერთიანი და მთლიანი. შუა ბრინჯაოს პერიოდიდან დოლმენური კულტურა კარგავს თავის აქტუალურობას და მას თანდათანობით ცვლის კრომლეხი, დაკრძალვის ანალოგიური წესით. როგორც მეცნიერები ამბობენ, დოლმენების შესწავლა აფხაზეთში უკვე აღარ მიმდინარეობს და დიდი ნაწილი სრულიად მოუვლელია, რის გამოც არსებობს მათი განადგურების საფრთხე. როდესაც მათი კვლევა მიმდინარეობდა, ეს დოლმენები ძალიან ცუდად იყო, მათი დიდი ნაწილი ცუდად იყო შემონახული. სახურავი ჩაქცეული იყო, ზოგჯერ კედლებიც დანგრეული იყო და მიწით იყო ამოვსებული. 80-იანი წლების შემდეგ მათი შესწავლა აღარ მიმდინარეობს ფაქტობრივად. ქართველი, აფხაზი, რუსი მეცნიერები იკვლევდნენ აფხაზეთის დოლმენებს, განსაკუთრებით აქტიური შესწავლა მიმდინარეობდა 50
50-იან, 60-იან, 70-იან წლებში, შემდეგ 80-იან წლებშიც, მაგრამ იმის გამო, რომ დოლმენები დაუკავშირეს აფხაზთა ეთნოგენეზის საკითხს, აქედან გამომდინარე აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა ქართველ და აფხაზ მეცნიერებს შორის. ქართველ მეცნიერებს გარკვეულწილად შეეზღუდათ მათი კვლევა და უკვე 90-იანი წლებიდან მათი კვლევა აღარ მიმდინარეობს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ დოლმენები არის აფხაზურ-ადიღეური ხალხის კუთვნილება და მათ მიერ აგებული, მაგრამ იმ ძვლების გენეტიკური შესწავლის შედეგად დღეს უკვე შესაძლებელი არის ეთნიკური კუთვნილების განსაზღვრა, ვისთვისაც იყო განკუთვნილი ეს დოლმენები. ამიტომ როგორც ჩანს ეს არ აინტერესებთ. აფხაზეთის დოლმენები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე არის შემორჩენილი ამდენად ამ კულტურის მემკვიდრეები ვართ ქართველები და აფხაზები. მის შესწავლას ეწეოდნენ ქართველი, რუსი, აფხაზი მეცნიერები და აი ეს გვაკავშირებს, გვაერთიანებს ჩვენი საერთო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ გოლს წარმოადგენს. დრომ კი დანდობა არ იცის. იგი თავის დახს ასვამს და ცვლის ძეგლების იერსახეს. აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შეჩერება ზოგად საკაცობრიო ვალდებულებაა. რამე თუ დოლმენებიც, კრომლეხებიც და იქ მდებარე სხვა ძეგლებიც არა მხოლოდ ჩვენი საერთო, ასევე მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია.